არის თუ არა შესაძლებელი ერთი ადამიანის სხეულში 24 სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობდეს. დენლკიზის წიგნი ბილი მილიგანის მრავალი გონება არ არის მხოლოდ წერლის ფანტაზიის ნაყოფი. ის რეალურად მომხდარ ისტორიას ეხება, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული საუკუნის 70-იანი წლების ამერიკაში. ეს არის წიგნი და ამბავი კაცზე, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი შეერაღებულ ძარცვაში და ქალების მიმართ ძალადობაში და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მას უბრალოდ არაფერი ახსოვდა ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. და ფსიქიატრულმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მას სჭირდა დისოციაციური აშლილობა, ანუ პიროვნების გაორება. უფრო სწორია თუ ვიტყვით პიროვნების გაოცდაოთხება, რადგან ამ ადამიანში ერთდროულად ცხოვრობს 24 სხვადასხვა პიროვნება. ერთი და ძირითადი პიროვნება, რომელიც არის ბილი მილიგანის სახელი ცნობილი და არის 26 წლის ახალგაზრდა და კიდევ 23 სხვადასხვა ერის, ასაკის, სქესის და უნარების მქონე პიროვნებები. აქ შეიძლება იყოს 3 წლის კუთხის გოგონა, რომელიც კუთხის გოგონას იმიტომ უწოდებენ, რომ სკოლაში გამოდვებით კუთხეში იდგა, არის ჯამბაზი და ხუმარ ადამიანი, რომელიც თავისი სკაბრეზული და უწვანწური ხუმრობებით ცდილობს ადამიანების გახალისებას და მოტყუებას. არის თაღლითი ადამიანი, რომელიც შეიძლება უკრავდეს სხვადასხვა დასარტყამ ინსტრუმენტებზე და პორტრეტებსაც კი ხატავდეს, იყოს პოლიგლოტი ადამიანი და ინტროვერტი და ასე შემდეგ. ბევრი უნარის და შესაძლებლობის მქონე ადამიანი და ერთი მთავარი მასწავლებელი ადამიანი, რომელიც ერთგვარი ჯამია იმ ალტერ ეგოებისა, რომელიც ამ ადამიანშია მოთავსებული და რომელიც დანარჩენ 23 პიროვნებას მის მიერ შექმნილ ანდროიდებათაც კი მოიხსენიებს. რატომ არის წიგნი მნიშვნელოვანი და ხირებული ამ წიგნის წაკითხვა? გარდა იმისა, რომ ის გონების განუსაზღვრელ და ფარულ შესაძლებლობებზე გვიყვება, რომელზეც შეიძლება ჩვენ პირადად წარმოდგენაც კი არ გქონდეს, ეს არის წიგნი საზოგადოების მხრიდან პიროვნების, ინდივიდის მიმართ დამოკიდებულებაზე. რადგან შეუძლებელი მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შესაძლებელია იყოს დამნაშავე და მოძალადე, მწერალი გვეუბნება, გვაფრთხილებს, რომ დაუშვებელია საზოგადოების მხრიდან ასეთი ადამიანის ზედაპირულად შეფასება, სანამ არ იქნება სიღრმისეულად გამოკვლეული ის ტრაგედია და ტკივილები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ასეთ ადამიანს გადატანით ცხოვრებაში. და სწორედ ეს ასეთია ბილი მილიგანი, რომელმაც იმ ტრაგედიის გამო და იმ ტკივილების გამო, რომელიც მან ბავშვობაში გადაიტანა, უბრალოდ არ შეეძლო ერთ გონებას აეტანა ასეთი ამ მასშტაბის ტკივილები და მისმა გონებამ გამოიგონა 23 სხვადასხვა პიროვნება, რომ თავი დაეცვა ამ ტკივილებისაგან. წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს საზოგადოება თანამგზნობი და ემპათიური ასეთი პიროვნებების მიმართ და კითხვა